კეთილს ჩვენ ვუთმობთ სხეულის პოზიციებს ვარჯიშის დროს, როგორ ავირიდოთ თავიდან წელის თუ სხვა სხეულის სხვა რომელიმე ნაწილის გადაძაბვა და ტკივილები ვარჯიშის შედეგად. ესე იგი, დაწოლილ მდგომარეობაში ვარჯიშის დროს პრესის კუნთების გამაგრებისთვის წელი როგორ უნდა გქონდეს ეს განვიხილეთ უკვე. ეხლა განვიხილოთ მაგალითად ეს კატაძროხას პოზიციაში და პლანკას პოზიციაში, როდესაც ვართ, როგორ უნდა გქონდეს წელი. როდესაც გადმოდივართ კატაძროხას პოზაში და ვაკეთებთ მაგალითად ეს მოხრილი იქნება თუ გაშლილი ფეხის მოძრაობა, ნებისმიერი გვერდით, უკან ზევით, ქვევით არ აქვს მნიშვნელობა. ძირითადად ყველა ერთ შეცდომას უშვებს. ესე იგი, ფეხი რო ადის ზევით, წელი ჩადის ქვევით, აი ეს ადგილი. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ფეხის ვარჯიშებს ამ პოზიციაში ვაკეთებთ, იმიტომ რომ გამაგრდეს ეს დუნდულა კუნთი და აი ეს ადგილი, ეს უკანა მხარე, რომლის გავარჯიშებაც საკმარისად რთული არის. ამ დროს თუ კი თქვენ აი ესე წელს ქვევით ჩააგდებთ, მაშინ გამოდის, რომ სხეულის წონა გადადის წელზე, შესაბამისად წელი გადაგეძაბებათ, ეს გამოიწვევს რასაკვირველია სერიოზულ და უსიამოვნო ტკივილებს. ამიტომ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ რა, აი ეს ადგილი, მენჯის ძულები, მოიკიდეთ აქ ხელი, ოდნავ ქვევით და წინ გამოიტანეთ მენჯი. ესე კი არა, ოდნავ, სულ ოდნავ, აი ესე ოდნავ წინ წამოვიდა, შესაბამისად აი აქ იგრძნოთ ზურგი, ოდნავ მომრგვა უნდა უკან. წინ კი არ გამოვიდა, პირიქით უკან გავიდა და ხელხემალი ახლა ერთ ხაზზეა. აი ესე გაჩერდით, ანუ აი ეს ადგილი მთლიანად ხერხემალი უნდა იყოს, აი ესე და არა ესე ჩავარდნილი, აი ესე უნდა იყოს გაჩერებული და აქედან ფეხი, როდესაც ადის ზევით, აი ამის ძალით და ამ ფეხის კუნთის ძალით ადის ზევით და არა წელის ქვევით ჩავარდნის ძალით. ეხლა ეს როგორ უნდა გააკეთოთ, პრესი გაამაგრეთ, კიდევ ერთხელ აი ეს ოდნავ წინ წამოიღეთ მენჯი და გაჩერდებით აი ამ პოზიციაში. თუ იღლებით დაგეტკინათ და მეტი აღარ შეგიძლიათ, გაჩერდით, ჯობია ორჯერ და სამჯერ გაიმეოროთ ვარჯიში და 2 და 3 წუთი გააკეთოთ, მაგრამ ეფექტურად და ადეკვატურად, ვიდრე ვივარჯიშოთ მაგალითად 9 საათი და მერე წელის ტკივილებმა მოვკლათ, ამაში ახლა არანაირი ლოგიკა არ იქნება ცხადია. კიდევ ერთხელ პრესი გაამაგრეთ, მენჯი ოდნავ წინ, გააჩერეთ ესე, არ ჩააგდოთ ვარჯიშის დროს ტანი, ფეხი წავიდა ზევით, გაჩერებულია წელი. გასწორდა ფეხი ზევით ქვევით მოძრაობს, გაჩერებული არის წელი. წამოვიდა გვერდით, გამოვიდა უკან, წელი გაჩერებულია, საერთოდ ამ ვარჯიში წელი არ მონაწილეობს. აი ეს ყოველთვის გააკონტროლებთ ხოლმე და წელის ტკივილები გამორიცხულია რომ გქონდეთ. იგივე ეხება პლანკასაც. აი ესე გაჩერებული, როდესაც ხარ, არც ზევით არ უნდა აწიოთ მენჯი და არც ესე ქვევით არ უნდა ჩააგდოთ არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ მაშინ ესე გამოდის, რომ პრესის მაგივრად აი აქ წელზე გადმოვა ისევ დაძაბულობა და მერე გექნება ტკივილები. ისევ გაამაგრეთ პრესი და გააჩერეთ ტანი, ოდნავ გადმოიტანეთ წინ, ზუსტად ერთ ხაზზე უნდა იყოს ტანი იატაკთან. ამ დროს პრესი გაქვთ დაძაბული. ეს არა, პრესი იძაბება. როდესაც თქვენ პლანკაში ხართ და პრესი არ გეძაბებათ, ესე იგი რაღაცას აკეთებთ არასწორად და ეს თქვენთვის იქნება მანიშნებელი, რომ უნდა მდებარეობა შეიცვალოთ. თავიდან შეგიძლიათ სარკე დაიდოთ, რაღაცნაირად გაკონტროლოთ თქვენი სხეულის მდებარეობა და მერე უკვე მიეჩვევით და მიხვდებით ტანი როგორ დაიჭიროთ. კიდე ერთი მომენტი, რასაც ყურადღება უნდა მიაცოთ კატაძროხას და პლანკას მდებარეობაში გადასვლისას. ეს არის ის, რომ მუხლები აუცილებლად უნდა იყოს ბარძაყების ქვეშ, აი ზუსტად, არც წინ, არც ესე უკან. აი აქ. მუხლები დაშორებული არის მხრების სიგანეზე, არც ასი არ ახართ და არც ერთად არ გაქვთ ფეხები. ზუსტად მხრების სიგანეზე.
ხელის გული არის ზუსტად მხარსქვევით, თუ არა და აი აქ მყესებს დაიზიანებთ სხვა შემთხვევაში. ამიტომ აი ეს მდებარეობა აუცილებლად კარგად დაიჭირეთ და აქედან იწყებთ ვარჯიშს. ანუ აი აქ კვადრატი უნდა გაკეთდეს. აი ეს ხელები შიგნით არა, ზუსტად მხარსქვევით. არც წინ არ წაიღოთ. ის სხვა ვარჯიშია, ხო, როცა ესე გაწეულებს აკეთებთ ხოლმე და კადაცროხას პოზაში როდესაც ავარჯიშებთ, ძირითადად ტაკოს ავარჯიშებენ, ხო? ამ შემთხვევაში ზუსტად მხარსქვემოთ, ზუსტად ბარძავს ხვევოთ. ასევე, როდესაც პლანკაში გადადიხართ, აი მხარსქვევით არის იდაუები. ან მაღალ პლანკაში მხარსქვევით არის ხელის გულები, ამას აუცილებლად დაუკვირდით. იმედია, რომ გამოგადგებათ ეს რჩევები მომავალში. დიდი მადლობა, რომ ჩემთან ერთად იყავით. კარგად გრძანდებოდეთ.